ხდება ეხლა საქართველოში დღეს და აი ამ პროტესტებმა რა გამოიწვია პროტესტი მოხდა იმიტომ რომ ფაქტობრივად ევროპულ ღირებულებებზე და ფასეულებებზე უარეს თქვა ნიშნავს რომ რაღაცა ფესვებიდან ამოგგლიჯონ ბუნებრივი არის რომ ამის მიმართ ადამიანებს ექნება პროტესტი და მე მგონია რომ აი ამ პროტესტის კონტექსში ჩვენ ვხდებით ზუსტად ის რაღაცა ერთიანი პროექტი გამოვიდა ეს პროტესტი ჩვენ ვხდებით ზუსტად ის, რაც ჭირდება ევროპული ღირებულებების დაფუძნებას. ანუ ჩვენ ვქმნით სამოქალაქო საზოგადოებას. აი თუ აკვირდებით, როგორ ვითარდება დღეს პროცესები, რომ მოქალაქეები თავად არიან ორგანიზატორები, მოქალაქეები თავად არიან ის პატარ-პატარა ბაბლების სულის ჩამდგმელები და რაღაცა ქარბორბალასავით დატრიალდა ეს მოძრაობა სხვადასხვა მოძრაობის და სხვადასხვა ტიპის ადამიანების ერთობლიობად, იმიტომ რომ ის ვინც თქვათ ჩემსავით ამ ღირებულებებს ხედავს ევროპაში, ვიღაცა შეიძლება ისტორიასთან კავშირს ხედავს ევროპაში და ამის გამო აქვს პროტესტი, ხო? და ამიტომ ეს ადამიანები ვერთიანდებით, ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება და ჩვენ გვინდა ის ღირებულებები, რისთვისაც ბევრი ევროპა იბრძოდა. ევროკავშირი ჩემთვის წარმოადგენს ევროპული ღირებულებების გაერთიანებას. და თავად ევროპა ჩემთვის არის მასწავლებელი. იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ რა ღირებულებებიც გაგვაჩნია, ის мотиваციები, რაც ჩვენ გვაქვს და ის კულტურული თავისებურებები, რაც ჩვენ გვაქვს, აბსოლუტურად ევროპული ფენომენი არის, ისტორიულადაც და დღევანდელი მოცემულობითაც. რა არის, იცით, ხანდახან ადამიანები ამბობენ, რომ თითქოს აი მიანიშნებენ იმ შეცდომებზე, რასაც ევროპელები უშვებენ ან ისტორიულად დაუშვიათ. სწორედ ამიტომ ვიცახი, რომ ევროპა არის მასწავლებელი, რომ ფაქტობრივად ის შეცდომები, რაც მათ აქვთ დაშვებული, მათთვისაც არის გამოსასწორებელი და ისინი საკუთარი გამოცდილებებიდან გველაპარაკებიან. ევროპა გველაპარაკება მონტესკიეს ენით, ევროპა გველაპარაკება რუსოს ენით, ევროპა გველაპარაკება ნიჩეს და სხვადასხვა მოაზროვნეების ენით და ჩემთვის ევროპა არის სწორედ ამ ღირებულებების და ამ ფასეულობების კრებითობა. და ძალიან შორსავარ იმ აზრისგან, რომ აბსოლუტურად უაპელაციოდ და ყველაფერი ის, რაც თქვათ, საინტერესო არის ევროპული საზოგადოებისთვის, შეიძლება ისეთივე სიმძაფრით იყოს საინტერესო ჩვენთვის. შეიძლება ჩვენთვის ცოტა სხვა საკითხები არის სიმძაფრე და ევროპა ამისი თავისუფლებაც არის ჩემთვის, იმიტომ რომ ევროპა არის თავისუფლება და თავზე არ მოხვევა იმ ღირებულებების, რაც ვიღაცას გააჩნია. ევროპა გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ თვითმყოფადები, თავისთავადები და ჩვენ თავად გვინდოდეს განვითარება და თავად გქონდეს ამ განვითარების საშუალება.